მაუროდ რუსთავის განაცემა პოზიციაში გასულ სიუჟეტს, სადაც ბრძანდებოდა რუსთავის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელმაც აღნიშნა, რომ 2007 წელს ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალება და ამ სახელმწიფო გადატრიალებას საფუძველს უკრიდა ბადრი პატრიკაშვილი. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებას გამოვთქვავთ ამ უაპელაციო განცხადებების გამო, როდესაც ამას აკეთებს ინტელექტუალურობის მქონეზე პრეტენზიის მქონე ადამიანი, მაღალ ინტელექტუალობაზე მაქვს საუბარი, როდესაც უაპელაციოდ აბრალებს ადამიანს, რომ ახდენდა სახელმწიფო გადატრიალებას, მით უმეტეს თქვენ კარგად მოგიხსენებათ, რომ ეს იყო გენერალური პროკურორის მოადგილე, იმ რეჟიმის შემქმნელი, რომელიც სისხლითა და ტერორით იყო გაბატონებული ქვეყანაში. შესაბამისად, ჩვენ მოვუთხოვთ ამ ადამიანმა დაამტკიცოს დადოს მტკიცებულებები 2007 წელს რეალურად ხდებოდა თუ არა სახელმწიფო გადატრიალება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოუწევს ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, იმ საზოგადოებას, რომელიც ამ რეჟიმს არ ეგუებოდა და 100,000-ობით ადამიანი აპროტესტებდა და ნიკა გვარამია გამოდის და გვეუბნება, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება, მით უმეტეს ხასუსავ მაღალჩინოსანი, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს, მან აუცილებლად ეს დოკუმენტურად და მტკიცებულება უნდა წარმოადგინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დაიმსგავსება ალბათ რაღაცა ელისო კილაძის სინდრომის მქონე ადამიანს და ჩვენ ამაზე მოვახდენთ რეაგირებას, არ არის გამორიცხული, რომ მივიდეთ რუსთავიორში ჩვენი ორგანიზაცია და გავუპროტესტოთ ეს და დაამტკიცოს ნიკა გვარამიამ, როგორ ხდებოდა ეს სახელმწიფო გადატრიალება. და აუც დანარჩენს ბატონი მიშა მოგახსენებთ რა. შევცვალოთ ადრე. რაც შეეხება საბატონოლოგიდან მოგახსენათ, რომ გადაცემა პოზიციაში ნიკა გვარამიამ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ 2007 წელს ბადრი პატარკაციშვილი აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას, მიუხედავად იმისა, რომ მან არ იკმარა თავისი გენერალური პროკურორობის დროს დადგმული სერიალები, რომლის დროსაც ის ხალხს საფართო საზოგადოებას ტელეეკრანებიდან აჩვენებდა, რომ ხდებოდა რუსეთის ძალების მიერ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, სახელმწიფო გადატრიალება და გამომდინარე იქედან, რომ ამ პერიოდს ემსხვერპლა მრავალი ადამიანი, თქვენ კარგად გახსოვთ, დამალულია ფაქტები, რომ ადამიანები იმ დროს იქნენ გარდაცვლილები, იყვნენ დასახიჩრებულები, პოლიტპატიმრები ყავდა ძალიან ბევრი. მე მინდა მოგახსენოთ, რომ იმ პერიოდში ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად იყო ჩართული ამ სიტუაციებში. ყველას კარგად მოიხსენება, რომ ერთ-ერთი მთავარი გადამწყვეტი ახალგაზრდული ძალა მაშინ წარმოადგენდა სამოქალაქო ფრონტი. ეს იყო ორგანიზაცია, რომელიც ფაქტიურად ყველა დეტალში იყო გარკვეული და მონაწილეობდა ამ თვითონ ამ მონაწილეობას ღებულობდა თვითონ ამ სიტუაციების დაგეგმარებაში. გამომდინარე აქედან ჩვენთვის შეურაცხმყოფელია ფაქტი, როდესაც გამოდის სახელმწიფო მაღალჩინოსანი პოლიტიკური თანამდებობის პირი და აცხადებს, რომ ეს ადამიანები არიან ქვეყნის მოღალატეები, რადგან ისინი აწყობდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. მე მინდა კარგად შევახსენო ნიკა გვარამიას, რომ იმ დროიდელი პოლიტპატიმრები ჩვენი ორგანიზაციიდან ილია წურწუნია, რომელიც დაპატიმრებული იქნა და მან რამოდენიმე წელი გაატარა ციხეში, ის აღიარებული იქნა პოლიტპატიმრად არა მარტო საქართველოში წარმოდგენილი არასამთავრობო იურიდიული ორგანიზაციების მიერ, არამედ ისინი აღიარა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც პოლიტპატიმრად. მე მინდა დღევანდელ ხელისუფლებას მოუწოდო და თხოვო, რაც შეიძლება სასწრაფოდ იქნას გამოძიებული თითოეული ეს განცხადება და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში დღეს არ არსებობს მუხლი იმისა, რომ ესეთ უზნეო განცხადებაზე იქნას რამე სისხლის სამართლის საქმე აღძრული, მინიმუმ უნდა არსებობდეს ქვეყანაში ერთხელა სამუდამოდ ესე ვთქვათ
მორალური პასუხისმგებლობა მაინც მინიმუმ დაეკისროს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც დღეს ქვეყნის ბედი აბარიათ და აკეთებენ ესეთ არასტანდარტულ განცხადებებს და ისინი ისეთ ადამიანებს, რომლებიც რეალურად დგანან ქვეყნის სამართლის, სიმშვიდის, თავისუფლების სადარაჯოზე, მათ შეიძლება უწოდოს ვინმე, რომელსაც იმდროინდელი გავლენები არსებობს ტელევიზიებში, ქონდა აქვს დიდი გავლენები, აქვს აგრეთვე რაღაც საზოგადოებაზე გავლენები, აკეთებენ ესეთ არაკომპეტენტურ განცხადებებს. მე მინდა კიდევ ერთხელ ხელისუფლებას მოუწოდო სასწრაფოდ იქნას გამოძიებული ყველა ეს ფაქტი და მინიმუმ ნიკა გვარამიამ საჯაროდ მოიხადოს ბოდიში ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც იმ 100,000-ობით ადამიანის მიმართ, ვინც იმ დროს იდგა იმ აქციებზე, ვინც მონაწილეობდა ამ აქციებში და განსაკუთრებით იმ ადამიანების მიმართ, ვინც გეგმავდა ამ აქციებს. ჩვენ ბატონო მოგიტომ განაცხადა და ჩვენს რა თქმა უნდა ჩვენს ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები ვართ, მაგრამ მთლიანი ორგანიზაცია აპირებს თუ ხელისუფლება არ მოახდენს რეაგირებას და ნიკა გვარამია ან ოფიციალურად არ დადებს იმ დოკუმენტაციას, რითაც დადასტურდება, რომ თითოეული ჩვენგანი ჩართული იყო ქვეყნის ღალატში, მაშინ ჩვენ ფართომასშტაბიან აქციებს მოვაწყობთ რუსთავიორთან, რადგან ის არის ადამიანი, რომელიც დღეს კიდევ ხელმძღვანელობს ერთ-ერთ გავლენიან ტელევიზიას, რომელსაც რეალურად შეუძლია დღეს რაღაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება ქვეყანაში. გამომდინარე აქედან სასწრაფოდ ხელისუფლებას ვთხოვთ, იქნას გამოძიებული ეს ფაქტები, გარდა იმისა, რომ ის ადამიანები, ვინც ესეთ განცხადებებს აკეთებენ და გვაბრალებენ ჩვენ სამშობლოს ღალატს, თვითონ ღალატობდნენ ისინი სამშობლოს, თვითონ იყვნენ ჩართულები ისინი თავისი ქვეყნის ღალატში, თავისი 100,000-ობით მოქალაქის წინააღმდეგ მიმართული იმ სისასტიკეში, რომლებიც თემა საქართველოს კარგად იცის და ალბათ ამას მტკიცება და კამათი და რაღაც თავიდან დეტალების ის არ ჭირდება და გამომდინარე აქედან სასწრაფოდ იქნას ეს ფაქტი გამოძიებული. თორემ ჩვენი ორგანიზაცია გარდა იმისა, რომ ნიკა გვარამიას მოთხოვს პასუხს და მოუწყობთ აქციებს, ხელისუფლებასაც კატეგორიულად ვთხოვთ, ან იქნება გამოძიებული ეს ფაქტები, ან სამწუხაროდ, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ რაღაცნაირად შევიქნება შთაბეჭდილება იმისა, რომ ხელისუფლებაც გარკვეულწილად რაღაციდან გამომდინარე არ ცდილობს ამ საქმეების გამოძიებას. ჩემი გიორგი დალაქსი და მიხეილ მუნაძე. გიორგი დალაქსი. მიხეილ მუნაძე. ფრონტი კი